პირველ რიგში პაციენტი მიმართავს სამედიცინო ეთიკის კომისიას, რომელიც ყველა კლინიკაში ძირითად შემთხვევაში არის შექმნილი, რომელმაც უნდა განიხილოს სწორედ ეს პაციენტის უკმაყოფილება და მთელი რიგი ვალდებულებები აქვს ეთიკის კომისიას და მოითხოვოს ახსნა განმარტება კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის თუ მაგალითად განვიხილოთ არასრულ ყოფილი სამედიცინო სერვისი ან ძირითადად ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა, ან იგივე სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით, ესეთ შემთხვევაში პაციენტი უმჯობესი არის თუ მიმართავს ჯერ კლინიკას და მოითხოვს ახსნა განმარტებას, თუ რატომ შეექმნა მას პრობლემა, ვინ გაუწია მაგალითად სამედიცინო სერვისი ან როგორ გაეწია, როგორ მოხდა დოკუმენტაციის წარმოება. ამის შემდეგ უკვე მას უფლება აქვს მიმართოს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს CP და უშუალოდ მას ეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მათ შეუძლიათ რომ შეამოწმონ მათი დებულების შესაბამისად ისინი ვალდებულნიც არიან მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე რომ დაიწყონ მოკვლევა კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია პაციენტის უკმაყოფილება, როგორ გაეწია სერვისი, იყო თუ არა, ჰქონდა თუ არა კლინიკას შესაბამისი ნებართვა ლიცენზია იმ კონკრეტული პროფილის ექიმი, იყო თუ არა დაკონტრაქტებული, მან გაუწია თუ არა ნამდვილად ეს კონკრეტული მომსახურება პაციენტს, როგორ იყო სამედიცინო დოკუმენტაცია ნაწარმოები, მიეწოდა თუ არა პაციენტს შესაბამისი ინფორმაცია და სხვა მთელი რიგი ღონისძიებები, რაც ზოგადად გაიდლაინებით არის დადგენილი, ამის შესაბამისად გაეწია თუ არა პაციენტს მომსახურება. ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა რეგულირების სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მაგალითად ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერების შეწყვეტის შესახებ.